დღემშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. მე შორენა ჭიაურელი ვარ. ჩვენი საკონტაქტო თქვენთვის ცნობილია 557-88-95-88 გვიკავშირდებით და ჩვენს დღევანდელ გამოკითხვაში იღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება ეს ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს შეგიძლიათ ასევე შემოგვიერთდეთ რადიო სიხშირე FM 105 და 1. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს სოციალური მიმართულებით, კონკრეტულად ბოლო დღეებში პური და სხვა პროდუქტები კვლავ გაძვირდა. თქვენი აზრით, რატომ არის საქართველოში ფასები უფრო მაღალი, ვიდრე უცხოეთში და რაში ხედავთ გამოსავალს? მაშინ ასე ველოდებით მაყურებელს 557-88-95-88. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ ჩვენს დღევანდელ შეკითხვას. ბოლო დღეებში პური და სხვა პროდუქტები გაძვირებულია. თქვენი აზრით, რატომ არის საქართველოში ფასები უფრო მაღალი, ვიდრე უცხოეთში და რაში ხედავთ გამოსავალს? ალბათ შემოგვიერთდება ჩვენ დღეს ის მაყურებელიც, ვინც უშუალოდ ვისაც შეუძლია მაგალითის სახით გვესაუბროს, ვინაიდან ასე ვთქვათ, ხას უსვამთ საქართველოს და უცხოეთში თუ რა ფასებია სხვადასხვა პროდუქტთან დაკავშირებით, შედარების თვალსაზრისით შეგიძლიათ ესეც მოიყვანოთ მაგალითად. ასე რომ დავავალდოთ, კიდევ ერთხელ ავხსნით ჩვენ საკონტაქტოს 557-88-95-88, როგორია თქვენი პოზიცია, ან და საერთოდ რაში ხედავთ გამოსავალს, მაშინ როდესაც სახელმწიფო გუნდი მუდამ გვპირდება ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, სტაბილურობას, რატომ ვიღებთ ჩვენ ისე გასაკუთრებით ახლა, რაც მივიღეთ არჩევნების შემდეგ, შეიძლება ასე ითქვას, გაძვირდა პური, ასევე შეიძლება ითქვას ეს საწვავზე და კიდევ ბევრი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ. რა შეხედავთ გამოსავალს, ან კონკრეტულად რა პოზიცია გაქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მაყურებელი ხაზზე გვყავს, გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. გამარჯობა, ჩემო კარგო. სულს თქვენთან დაკავშირებას და ეხლა გამიმართლა. მე მინდა ესეთი რაღაცა გითხრათ, მე ადრეს მომისმენია თქვენთან ანალოგიური შეკითხვები დასმულა სხვა წამყვანებთან ერთად და ძალიან მიხარია რომ ესეთ რაღაცებს პრობლემებს აშუქებს. უბრალოდ ესეთ მაგალითს მოგიყვანდა დასწრების კვესციონ გამოიკეთეთ. დიახ. აი ჩემო მეგობარმა გახსნა მაღაზია. სტარტაპი რომ გამოეტანა ბანკიდან აიღო სესხი. დიახ, კი ბატონო, გისმენთ ბრძანეთ. იხდის 19 ეფექტური 24%-იდან. მაგება რომ კაი შაშხანა რეკლამები ისი. ეხლა ამ ადამიანმა ნებისმიერი პროდუქცია რო გაყიდოს უფრო იაფად, ვერცმას გაისტუმროს და მოგება დარჩება, ის იზოლებული ხდება რომ ფასები გააძვიროს. ეს თქვენაირად ვერ იმუშავა. გამოსავალი მაშინ იქნება, თუ კი ზოგადად ბანკები დაწევენ პროცენტს და როგორც ვთქვათ, სხვა გავითარებულ ქვეყნებში გაცილებით დაბალ ფასში შეუძლიათ ბიზნესის დაწყება და კრედიტის აღება, თუ შესაძლებელი ოდესმე გახდება ჩვენ ქვეყანაში დაბალი საპროცენტო განაკვეთზე გადაგვიყვანონ, მაშინ შესაძლებელია რომ ხალხს გაუიაფოთ პროდუქცია. ძალიან სწორი პოზიცია გაქვთ ნამდვილად, მეც როგორც მოქალაქე სრულიად გეთანხმებით, მადლობა აზრისთვის და გემშვიდობებით. 557-88-95-88 ჩვენი საკონტაქტო გახლავთ, აი მაყურებელმა როგორც აღნიშნა, საბანკო სისტემა ახსენა, ხო, მან და პროცენტების თვალსაზრისით გაზრდილი პროცენტი მუდმივად, რომელიც საზოგადოებას შეიძლება ითქვას ახრჩობს. ნახეთ, ბიზნესიც წამოიწყო, როგორც ბატონი აღნიშნავს მისმა მეგობარმა, თუმცა იმდენის გადახდა უწევს, რომ იძულებულია პროდუქტის ღირებულებაზე აისახოს, რომელიც შემდგომ უკვე ჩვენთვის თვალში მოსახვედრია. შემდეგ მაყურებელს შეუძლია დაგვირეკოს 557-88-95-88-ზე ბოლო დღეებში პური და ასევე სხვა პროდუქტები გაძვირდა. თქვენი აზრით, რატომ არის საქართველოში ფასები უფრო მაღალი, ვიდრე უცხოეთში და რაში ხედავთ გამოსავალს? მე უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ დაპირება სამწუხაროდ არ შესრულდა და პური თვითნებურად გაძვირდა ეს მაშინ, როცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ფქვილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე თითქმის შენარჩუნებულია და არც მოსავლის მიმართულებით იკვეთება რაიმე სახის პრობლემა, რამაც თითქოს და პურის ფასის შენარჩუნების შესაძლებლობა შექმნა, მაგრამ თავისუფლად შეიძლება ითქვას 15 ოქტომბრიდან სამომხმარებლო ბაზარზე ფასი მაინც გაიზარდა. რას უკავშირებთ, როგორია თქვენი შეხედულება?
რატომ არის ისე რომ თქვა სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლები დაპირებას არასრულებენ, მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ აღნიშნავ ეკონომიკურ სტაბილურობას ასე ვთქვათ გვპირდებიან, საქსტატის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ხშირად გვაბნევს, ამ მიმართულებითაც არაერთი გადაცემა მოგვიმზადებია და საზოგადოების აზრს ვისმენთ. 5-5-7-88-95-88 გორია თქვენი პოზიცია რატომ არის საქართველოში უფრო მაღალი სამომხმარებლო პროდუქტებზე, თუნდაც პირველადი მოხმარების ნივთებზე გავამახვილოთ ყურადღება პროდუქტზე, ტანსაცმელზე მათ შორის მაღალი ფასები სხვა ქვეყანასთან და სხვა განვითარებული ქვეყნებთან შედარებით. თქვენ რას უკავშირებთ ამას ყოველივეს და როგორია თქვენი შეხედულება სწორედ ამ კითხვით მოგმართავთ დღევანდელი გადაცემიდან 5-5-7-88-95-88. რა თქმა უნდა, როდესაც პროდუქტზე ფასის ცვლილება ხდება, ეს საზოგადოებაში ყოველთვის იწვევს უკმაყოფილების განცდას და შესაბამისად ფაქტი არის, რომ ამ პრობლემის გამოსწორების მიმართულებით ვცდილობთ რაიმე გამოსავალი მოიძებნოს. ჩვენც ყოველთვის მსგავს საკითხებს გთავაზობთ ხოლმე პირდაპირ ეთერში, რომ გავცვალოთ აზრი, რატომ ხდება ეს ასე, რატომ ასე ვთქვათ არასრულებს ხელისუფლება დაპირებას ამ კუთხით და ამასთან ერთად რატომ არის ჩვენს ქვეყანაში, ესეთ პატარა ქვეყანაში ასეთი მაღალი ფასები, რომელიც ძალიან რთულია ჩვენთვის მოქალაქეებისთვის. გვირეკავთ 5-5-7-88-95-88. რა თქმა უნდა, მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ ყოველთვიური ხელფასები მოქალაქეების გადასახადების თვალსაზრისითაც ისიც, რომ გაზრდილია გადასახადები, პენსიის მიმართულებით, რომ ძალზედ დაბალია სახელმწიფო შემწეობა და ამ მიმართულებითაც არაერთი პროტესტი და ულტიმატუმი მოგვისმენია პენსიონერებისგან და ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ ამ რიგი საკითხების მოწესრიგება. ველოდებით მაყურებელს კიდევ ერთხელ აღნიშნავ 5-5-7-88-95-88 ეს ჩვენი საკონტაქტო გახლავთ. და ჩვენი კითხვაც თქვენთვის ცნობილია, სამწუხაროდ განსაკუთრებით ბოლო დღეებში ეს უფრო შესამჩნევი გახდა არჩევნების შემდეგ, როდესაც პურზე ფასმა მოიმატა და სამწუხაროა ნამდვილად ეს ფაქტი, რატომ არის საქართველოში უფრო მაღალი ფასები ვიდრე უცხოეთში, როგორია თქვენი შეფასება და დამოკიდებულება. კონკრეტულად ვინაიდან ჩვენ მაგალითის სახით ავიღეთ საკითხი პურზე მომატებული ფასი საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ საფასო ცვლილება ზოგადად მხოლოდ ერთ ასორტიმენტს შეეხო და შესაბამისად ამ საკითხზე ისინი მუშაობენ. მსოფლიო ბაზარზე ხორბალი იაფდება და იგივე ითქმის ასევე ჩვენს მეზობელ რუსეთზე, საიდანაც ქართველი და ქართული წისქვილ კომბინატები სრულად მარაგდება. ამ ეტაპზე საერთაშორისო ბირჟაზე შეიძლება ითქვას, რომ ხორბლის ღირებულება $5 ჩამოსცდა, ხოლო საქართველოში ერთი ტომარა ფქვილის ფასი მოულოდნელად გაიზარდა და 59.60 ლარს მიაღწია. მაყურებელს პირდაპირ ეთერში უსმენთ, გამარჯობა, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. შუადღეს კიდევ შევენა გენასორო. გამარჯობა. ოღარ თავდადონი ირმა ინაშვილის გადაცემაში წავრეკე და ახლა ვცხოვრეკა. ჩვენს თავობა არ უყვართ მოსახლეობა. არ უყვართ პენსიონერები. არ არის კეთილი ნებათორე. პენსიის გარდა როგორ არ შეიძლება. როგორ შეიძლება პენსიონერი გააყრონ თავების მაი საყურადღებოს ლაპარაკობს. არა თქვენია პენსიონერებს იყო. გენები შეეგუა მოსახლეობა და 60 წლიდან გადაიყენეს ქალები. ჯანდაბა 60 წლიდან გადაგას. ვერ გავიგე ეს მათხოვნი პენსია რა არის. რატომ ვითომ აწყვეტენ 350 ლარზე და ახლა განსხვავებული 2020-დან 20 იმატებენ. არა თქვენია კაცო ვილავიან ესენი ხალხი დებილია სწორია. როგორ აღიზრდებს მოსახლეობაზე ეს პენსიონერებს დავრობას მიიღება. ისიც რომ ეზიზრდებით და შეზიზრდებით უბრალოდ თუნ დავრობას იმეცნა რო არ მოიდება. ამას ვინც ვერ ახდები. ხერო ბენკაჭამ დამეთ მაგრამ
პენსიონერი ბუიეთი იმდენი რომ თავი გაიტანოს სიდასტემდე არა ხმია ვერ გამიძე 60-მდე პენსიონერი განსხვავებულ ქვეყანაში ცხოვრობს თაკერი მინათი დაბალია ვერ გამიგე მათ არ უნდა ცხოვრება დარჩენა მე მაგათა 62 წლის ხალხია 80 წლის ხალი მათი სიბიში აი ხერხი ამბია ხოლმე რომ მინათია მე რატომ უნდა მქონდე დაბალია რომ დავასწრები ჩართება ხელშემწყობდა ჩემნაირ გამბილია არა ხმია თავრობა მიეთი ძეზია რა 60 წლის ზემოთა პენსიონერი ისეთი პენსია მოგვეცი 60-მდე პენსიონერი თუ არა ჩვენ დავივაზნებით გამოვა აი ყველა პენსიონერი ისმეს გამოვადა ჩვენ ვინდა საფრთხეს ჩავიდგეს რომელიმე პარტია მაგალითად გვენი ჩვენია გამოვუღალ ყველა ვინა გამოვა ანუ ისიხარიბი ამ შეუპასებლობის ზონეთა პენსიონერი არ აფასება აი ჩვენ იმიტიანია მოსულები და ვიანდა ჩამენ და არიწირდნენ არაფერს აი როცა 90-იანი ბიზნესი რაღაცები ხდებოდა ჩვენ ამის რისორი ვიყავით რომ აი ცხოვრება მოიტანა თქვენი პენსიონერების თუ არა და ბატონო პენსიონერების ჩვენი გავი მიბძანის და ვიკაც ეკნება ის მოხდა დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ძარისთვის გმადლობთ პოზიციისთვის რა თქმა უნდა 557-85-95 ველოდებით მორიგ ტელემაყურებელს რომელიც ობიექტივის პირდაპირ ეთერში დაგვეკავშირდება ბოლო პერიოდში პური და სხვა პროდუქტების ფასი გაზრდილია თქვენის აზრით რატომ არის საქართველოში ფასები უფრო მაღალი ვიდრე უცხოეთში და რაში ხედავთ გამოსავალს შემდეგ მაყურებელს შეგიძლიათ ჩაერთოთ ასევე რადიო მსმენელს FM 105-სა და 1-ზე ვინც გვისმენს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სამწუხარო დაპირება არ შესრულდა და პურზე ფასი თვითნებურად გაძვირდა, ასე რომ ვთქვათ, ეს მაშინ როცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ფქვილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე თითქმის შენარჩუნებულია და არც მოსავლის მიმართულებით იკვეთება რაიმე სახის პრობლემა, რამაც თითქოს და პურის ფასის შენარჩუნების შესაძლებლობა შექმნა, მაგრამ ნამდვილად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 15 ოქტომბრიდან სამომხმარებლო ბაზარზე ფასი მაინც გაიზარდა. მაყურებელს უსმენთ მოგესალმებით. დიახ, მესმის ისაუბრეთ. კარგად ისმის? კარგად ისმის ისაუბრეთ. ხელი სამსახურში ჩაიქცე. არაფერი არ თუ ხალხმა თუნდაც ეს არის ის გლაზია კაცონა და ატლეტიკა ფაქტობაში ოზებში პურა გამოვით ყველა ხალხო დარო ხუძე კაცი სამწუხაროდ ვერ გავიგე მე თქვენი პოზიცია, თუმცა საზოგადოებას მოუწოდებთ კონკრეტული მიმართულებით ალბათ აქტიურობას. გმადლობთ თქვენს დაგემშვიდობებით 557-85-95 მაშინ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში სოციალური და ეკონომიკური პრობლემებთან დაკავშირებით რაში ხედავთ გამოსავალს. კი, მესმის შესაძლოა მაყურებელმა თქვას, რომ ამ საკითხს არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ვსაუბრობთ მანამ სანამ არსებობს ეს პრობლემა და ამ პრობლემას სჭირდება ანალიზი და სჭირდება რა თქმა უნდა შედეგი. შემდეგ მაყურებელს უსმენთ გამარჯობა. მშვიდობისად პატრიცემულა. დიახ. რა მინდოდა მე თქვა იცით აი ყველანაირად მაოცებს ხოლმე რომ ეს რეკავენ პრეტენზიებით თქვენს ტელევიზიაზე, თქვენს პარტიაზე და რა ვიცი და ბოლოს ისე გამოდის რომ გადიან და ისევ და ისევ იმას ხმას ვისთანაც პრეტენზია აქვს. ხო და ერთი რამე მაინტერესებს, კაცო, თავში ჩაგვიდგეს ვინმეო, გაგვიწვეს ვინმეო, შეიკრიბნენ ეს პენსიონერები, ჩამოაყალიბონ თავისი რაღაც უღაცა და გავიდნენ პროტესტის ნიშნად, კაცო, აუცილებლად ვიღაცა უნდა დააჭერინონ, ვიღაცა ჩარჩი უნდა მოხე იუმორი მიყვარს საგამებრალეთ რა. რას ბრძანებთ? ო, რა უბედურებაა, კაცო.
ერთი და იგივე არის მე მექნება მამიშელო დაეჭირეთ პლაკატი მერის წინ და დადექი. კარგით, რაც შეეხება ჩვენს რატო მომიმატე, რატო გამემატე? კი ბატონო, რაც შეეხება ჩვენს შეკითხვას ამ მიმართულებითაც შეგიძლიათ თქვენი აზრი ბრძანოთ გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით. არა, ფასები ეს უკვე ფანტასტიკაა რა, მას არ გვიგდები რა. ესე იგი რო იწვიან ესე იგი ჩვენებურად რო ვთქვა ქართულად კუჭის წვენიც კი ამოგვიღეს რა. დიახ. დიდი ბოდიში რა შეგაწუხეთ. რას ბრძანებთ? პირიქით ძალიან კარგია რომ გვირეკავთ და თქვენს მოქალაქეობრივ პოზიციას პირდაპირ ეთერში ბრძანებთ. გმადლობთ კიდევ ერთხელ და გემშვიდობებით. 557-95-88 მაყურებელს თუ რადიო მსმენელს ვისაც გაქვთ სურვილი შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, საუბრობთ საკითხზე, რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში პურის და სხვა პროდუქტების ფასი კვლავ გაიზარდა. თქვენი აზრით, რატომ არის საქართველოში ფასები უფრო მაღალი ვიდრე უცხოეთში და რაში ხედავთ გამოსავალს? შეგიძლიათ ასევე უცხოეთში მცხოვრები მოქალაქე შემოგვიერთდეთ პირდაპირ ეთერში რა თქმა უნდა, მაგალითის სახით ბრძანოთ თქვენი პოზიცია და ასე შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა დაგელოდებით და აუცილებლად შემოგიყვანთ ღია ეთერში. ისევ და ისევ რაც შეეხება ზოგადად მსოფლიო ბაზარზე, დიახ, მაყურებელი თუ შეიძლება და შემდგომ განვაგრძობ, გამარჯობათ. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, თუ შეიძლება არ დააყოვნოთ, დაიწყეთ საუბარი. გემშვიდობისა. გამარჯობა. მომისმინეთ ჯერფასინა. ჯერ არც მოუმატნიათ პენსია იქნება იანვრიდან მომატებული და ფასებმა უკვე გაიზარდეს. და რა შედეგს გამოიღებს მაგრამ არაფერს არ ხებულობს თქვენი მაგანა საუბარი. ყველა იღლებიან ეს მსმენელები შედეგი არაფერს არ მოაქვს. ის გავიდა ქუჩაში, იმასაც უკძალავენ ქუჩაში გასვლას, მიჩერებს უყენას. ამიტომ თუ გინდათ უყენა შეეცდით და მიიღეთ მონაწილეობა. კარგით, გავიგეთ თქვენი აზრი და დაგემშვიდობებით. გმადლობთ 557-95-88. მოდით, შევთანხმდეთ ყოლა აბსოლუტურად, რომ როდესაც ჩვენ პირდაპირ ეთერში საუბრობთ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის შულები ვართ ყოლა და როდესაც საუბრობთ, რომ ეკონომიკური პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვალდებულიც ვართ, რომ ვისაუბროთ, გავცვალოთ აზრი და რაიმე სახის გამოსავალი ვნახოთ. ის რომ ჩვენ ამ დროის განმავლობაში კონკრეტული გადაცემა და თან არაერთი უამრავი შეიძლება ითქვას ასობით გადაცემა გვაქვს გაკეთებული სოციალური პრობლემებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ისევ არსებობს ეს სოციალური საკითხები და როგორ არ უნდა ვისაუბროთ? რა თქმა უნდა ვისაუბროთ და უნდა ვეცადოთ ჩვენ კითხვაში ისიც გვაქვს გამოტანილი, რაში ხედავთ გამოსავალს. თქვენც ბრძანდებით მოქალაქე და შესაბამისად შეგიძლიათ რაღაც პოზიცია დააფიქსიროთ. ეს არის და ეს. ის რა თქმა უნდა ძალზედ სამწუხაროა რომ თქვენ საუბრობთ და შედეგი არ მოაქვს და ასე ჩვენ საუბრობთ თქვენთვის და საუბრობთ ზოგადად ყველა იმ პრობლემისთვის, რაც გვინდა რომ ქვეყანაში დაიძლიოს. შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. ისაუბრეთ, დიახ, გისმენთ. ეხლა გემეწოლე. მესმის. აი მამაკაცო გამოვიდა და პენსიონერები ზეპარატებდა. პლაკატები რეციპტა გამოდიოდა. ეთქობა თვითონ ახალგაზრდებთან. თვითონ რატო აკეთებს და ამ მოხდებულებს როგორ 82 წელსა 80 წელს ხარდა გამოვიდა შესაძლებლობა და გამოწყობი ვისაც შეგვიძლია ხალხი ხონდა იყოს მიგოს ახალგაზრდა ხო დოქტორი სასწავლებელი როლაპარაკო ვინმე საჭდა მithobet რომ გაძვირდა მარტო ჩვენებდა მოხუცებულების ჩაყვან გაძვირდა რა ახალგაზრდები არ გაუძვირდა გამოდის ყველა გამოვიდა სკოლი არ აქვს არ დამოიდგინე არაფერი მოიქოთ რა მოსაწყობია თქვენი მარტო ლაპარაკი არ შეიძლება არა დიახ მესმის სრულიად თქვენ რასაც ბრძანებთ გასაგებია დაგემშვიდობებით 557-98-55 რაში ხედავთ გამოსავალს მაშინ როდესაც საქართველოში პროდუქცია პირობითად პროდუქცია ამ შემთხვევაში
ფასი გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა მაგალითად ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და რაში ხედავთ გამოსავალს რა ღონისძიება უნდა იქნას გატარებული ხელისუფლების მხრიდან ვისაც უშუალოდ ხელთ აქვს ის ბერკეტი რომ ეს პრობლემა აღმოფხვრას და როგორი იქნება თქვენი ანალიზი გვირეკავთ ჩვენს ტელეფონის ნომერზე იცით რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გამოკითხვა ინტერაქტივი და შესაბამისად თქვენ საზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისევ და ისევ პროდუქტის გაძვირების მთავარ მიზეზად ხარისხი და ხარჯის ზრდა დასახელდა, ასე რომ ვთქვათ, განსაკუთრებით მუშა ხელის ანაზღაურება, ასეთი შეფასება გაკეთდა ფქვილთან პურთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ მოულოდნელად გაიზარდა ფასი პურზე და 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 59 ლარს მიაღწია რაში ხედავთ გამოსავალს შემდეგ მაყურებელს უსმენთ გამარჯობა დიახ დაუწიეთ თუ შეიძლება ტელევიზორს და ჩვენ გითმობთ დროს დიახ დაიგო დიახ სანამ ესენი პენსიაში მიწევენ 20 ლარს დაამატებენ უკვე 10 მაგათ არის ხერხა ისავია პროდუქტიული ფასები ვისაც ყურებენ ვისაც უნდა მაგათი კეთილი 20 ლარი და მაიმუნებენ და ეშმაკობენ ვირეშმაკები არიან ყველა დეგელი შეგრებებენ ერთი დასადა როგორ მოაწყო ხალხი და გააბრიყო და იმას ფიქრობენ დღეს აღამენ მაგათ ჩაბუზალია გარივალო სამწუხარო აი შეიძლება დიახ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით სრულიად გეთანხმებით ანუ გწყინთ ხომ აი ეს დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან ხო უშუალოდ 20 ლარი რომელიც უნდა იანვრიდან მოემატოს პენსიონერებს ალბათ ეს უკვე იქნება განსაზღვრული რეგიონების მიხედვით ასაკის მიხედვით განისაზღვრება უშუალოდ ეცხრება შეგაედამენო 90 მათყორებს უყრია და გიმუშავია იცვალია პენსიაზე გასულხარ და ესეთი მაიმუნობა შეიძლება ამადგან რაც მაიმუნობა ესენი კი ნამდვილად სწორი ბრძანდებით ფასებთან დაკავშირებით როგორია თქვენი შეხედულება აწეულია ძალიან აწეულია ფასები პროდუქტებზე ყველაფერზე არის ხალხი ნაგავში იქნება საჭოს იქიდან იღებენ ესეთი მაიმუნობა ესენი არ არიან ქართველები და თუგიდა გაიგო არ არიან ქართული გერი არაფერი არ არის ამაში ამას გიუნს ქართველები აი ესეთი ხალხი კარგი, დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. შევახსენებ მაყურებელს, ვინც განსაკუთრებით ახლა შემოგვიერთდა, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია და ვსაუბრობთ საკითხზე, მომატებულ ფასებზე, კონკრეტულად პურს შევეხეთ, საწვავს მათ შორის კიდევ შეიძლება ჩამოთვალოთ, განსაკუთრებით ეს შესამჩნევი გახდა არჩევნების შემდეგ, რა ვქნათ, რაც რეალობაა, იმას აღვნიშნავთ, რატომ არის მაგალითად საქართველოში უფრო მაღალი ფასი პროდუქტებზე, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა დაბალანსდეს ეს პროცესი, ან ზოგადად რატომ არ სრულდება ის დაპირება, რასაც განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ გვთავაზობს ქართული ოცნება, ვინაიდან ის წარმოადგენს დღეს ხელისუფლებას. პური გაძვირდა, მეხორბლეები მხრებს ჩეჩავენ, მეპურეები კი ხელ სავაჭრო ობიექტებისკენ იშვერენ. ამ სახის ინფორმაციები უკვე გავრცელდა, კონტროლია საჭირო, რომ თვითნებურად არ იზრდებოდეს ფასი მაღაზიებში. ეს საკითხიც ძალიან ბევრჯერ განვიხილეთ ჩვენ ეთერში სამწუხაროდ მცირე ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით გლეხს ფერმერს ეს უკვე ასე ვთქვათ პრაქტიკაშია სამწუხაროდ შეიძლება ითქვას არ ეძლევა შესაძლებლობა განსაკუთრებით ქსელურ მარკეტებში, რომ შეიყტანოს მისი მოყვანილი პროდუქტი და მოხდეს აი ამ პროდუქტის რეალიზება. ძირითადად არის კონკრეტული პირები, ვინც უშუალოდ დაუფლებულნი არიან, ხო და რაღაცნაირად არ ეწყობა ხელი ფერმერს, გლეხს, ადამიანს, რომელსაც უნდა რომ რაღაც ფორმით მისი ბიზნესი განავითაროს, მცირე ბიზნესი განავითაროს. რატომ ხდება თუნდაც აი აქ ესე ხელოვნურად ხელის
შეშლა. როგორ ფიქრობთ თქვენ, გვირეკავთ 557-95-58 და რაში ხედავთ გამოსავალს. მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. ეს უნდა იყოს პატრიოტთა ალიანსმა თავის თავზე და ხალხს დაუძდეს წინ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. რა უნდა აიღოს, დიახ. იქნებ განმარტოთ უფრო ვრცლად ისაუბროთ. არაფერი, რა უნდა გავმარტო, აქ უნდა მაგას გავმარტო ხალხის წინდელობა. უნდა აიღოს პატრიოტთა ალიანსმა და ხალხს დაუძდეს წინ. დამთავრდა რა თქმა უნდა ამაზე. არა, მესმის თქვენი პოზიცია სრულიად. ჩვენ გვახსოვს პატრიოტთა ალიანსის მრავალათასიანი აქციებიც და პატრიოტთა ალიანსს ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს, ხო? ეს სრულიად გასაგებია. ძალიან კარგია, ანუ ბრძანდებით მომხრე და თქვენ თვლით, რომ თუ პატრიოტთა ალიანსი ჩაუდგება აი ამ სოციალური მიმართულებით საკითხს, იქნება ძალიან კარგი. ეს ნდობას ნიშნავს. და მისასალმებელია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ძალისთვის. შემდეგი მაყურებელი სულ რამოდენიმე წამში შეგვიძლია შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში. რაში ხედავთ გამოსავალს, როდესაც საუბრობთ სოციალურ სიდუხჭირეზე ჩვენს ქვეყანაში. გამარჯობათ. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, შეგვიძლიათ დაიწყოთ საუბარი. მოგესალმებით, ხოროზუსაიდან გირეკავთ. სასიამოვნოა, დიახ. ყველა ქვეყანაში აგროსექტორზე არის დაწესებული სუბსიდიები. ანუ პროცენტოს ეს 5% იქნება თუ 10%. გავამდენ გომაში 2 წლის უკან მონაცემი ვიცი, რომ თურქეთის პროდუქტების თურქეთიდან მოგვაქვს 80%. ეს ვალუტა გადის გარედან. ეს ლარის ინფლაციაზე მოქმედებს, ფასების საწევაზე მოქმედებს რა. ერთადერთი გამოსავალი იქნება აგროსექტორის ძალიან ისე არა, ძალიან სულწეშია. ერთადერთი კონკრეტულად მიზნობრივი სუბსიდირება. და საერთო სოციალური კუთხით ჩვენ ქვეყანაში ძალიან ცუდი მდგომარეობა. აი დაუშვათ ეკნები ემსახურებიან სხვას და თვითონ დაუშვათ ესე იგი ჩვეულებრივი რაც სხვა იხდეს იმის უნდა გადაიღოს. ეს მაინც მასწავლებელს აქვს, ვეტერინარს აქვს, მისცენ გასო მასწავლებელს იმას მაგრამ ამ ეკნებისგან კიდევ უნდა მოიხოდონ. სხვა სრულიად გადაღამეთ იქნება თუ ხამი იქნება დავდივართ იმუშავნია და ყველაფერი არის რა გაუგებრობა ჯანდაცვის სისტემაში რა ის. გესმის, გმადლობთ თქვენ ძალისთვის. 557-98-95 შეგახსენებთ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. საუბრობთ გაზრდილ ფასებზე და რაში ხედავთ გამოსავალს. გვიკავშირდებით და თქვენს ასრს ბრძანებთ. ცნობისთვის გეტყვით, რომ მაგალითად წელს საქართველოში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ხოლო ფქვილის შემცირებულია. ჯამურად ქვეყანამ 75 მილიონი დოლარამდე ღირებულების ხორბალი და ფქვილი იყიდა. მთავარი მომწოდებელი კი ამ შემთხვევაში რუსეთია. იმპორტმა 5,3 მილიონი დოლარი და 17,350 ტონა შეადგინა, ასე რომ ვთქვათ. რას ფიქრობს მაყურებელი პირდაპირ ეთერში გვყავს და ამიტომ შეგვიძლია მას დაუთმოთ, დრო გამარჯობათ. გამარჯობათ. პირდობა ცალ მე ხერხიდან გიტალში ბიოკრონიხაი გადაცემს მენ დიახ. და იქან შეიძლება გამიორებელია გამოვედი იყო ერთადერთი შემოკეთილო მე სუთქინე მომხდარა 34 წელია ლესიურა ამოდასმაგ გავხდით ჩემი ცხოვრების ნახევარზე იმათ ეფეშევა მი განმარჯოს მადა ბახანხა მე შევარდნი ჯორდა ვერ მოვიდა ვერ მასტინა ფილმილო სულო ფილმაზე მე ვადაი ნიგეთი გამოსავალი ხალხმა მიზა მიხარია
გამოვიდეს და სიმუქრე დაჩერდა მაგალითი გასაგებია კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო, თქვენ ძარისთვის სამწუხაროდ მიწევს დაგემშვიდობათ. ვერ ვიგებთ სამწუხაროდ სრულყოფილად თქვენს პოზიციას, თუმცა ნაწილობრივ გასაგებია. გულწრფელი მადლობა თქვენ ზარისთვის და ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. ისევ და ისევ აქცენტი გააკეთეთ, როგორც მე მივხვდი ბოლოს საზოგადოების გამოსვლასთან დაკავშირებით. გმადლობთ. 557-88-55, შემდეგ მაყურებელს დაველოდოთ, რა შეხედავთ გამოსავალს, რატომ ხდება ისე, რომ საქართველოში უფრო მაღალია ფასი სხვადასხვა პროდუქცია, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში, რატომ არ არის, ასე ვთქვათ, დასტაბილურებული ღირებულება. თუ გნებავთ მედიკამენტებთან დაკავშირებით, ჩვენ ახლა კადრშიც ვხედავთ მედიკამენტებზე გაზრდილი ფასებიც, რომელიც ძალზედ შემაწუხებელია. არ აქვს მნიშვნელობა აქ პენსიონერი იქნება ყველა ადამიანისთვის, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ ძალიან მცირე გამონაკლისი პროცენტული თვალსაზრისით, ვისაც არ სჭირდება მედიკამენტი, ხო? მაყურებელს ვუსმენთ ისევ და ისევ გამარჯობათ. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, გისმენთ ყურადღებით. თქვენ გესმით ჩემი ხმა, თუ შეიძლება დაიწყეთ საუბარი, სხვა შემთხვევაში მომიწევს დაგემშვიდობათ. კარგით. დავამშვიდობოთ მაყურებელს, არ მესმის მისი ხმა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ხელმეორედ. მე აუცილებლად შემოგიყვანთ პირდაპირ ეთერში და დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს მთავარ შეკითხვას. თუმცა კვლავ მაყურებელია, გამარჯობათ. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, გამარჯობა. დაუწიეთ ტელევიზორს დაუწიეთ და ისაუბრეთ. რაც შეეხება გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით და ჩვენ საუბრობთ პურთან და სხვა პროდუქტებთან მიმართებით, გეტყვით რომ სექტორში აცხადებენ პურის ხარისხის შენარჩუნების მიზნით გააძვირეს, ესეთია მათი პოზიცია, თუმცა ცვლილება მხოლოდ ცალკეულ ასორტიმენტს შეეხო, რითაც ქსელურმა მარკეტებმა ისარგებლეს და ფასებს მასობრივად ყველაფერს მოუმატეს, ასეთი შეფასებებიც გაკეთეს და კონკრეტულად საქართველოს პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ როგორც დაადასტურა, საფასო ცვლილება მხოლოდ ერთ ასორტიმენტს შეეხო, როგორიც არის 500 გრამიანი ეგრეთ წოდებული ბატონი პური, რომლის ღირებულება სუპერმარკეტებში 10 თეთრით გაიზარდა, თუმცა რეალურ ქსელურ მარკეტებსა და პატარა ზომის სასურსათო მაღაზიებში თითქმის ყველა სახეობის პური დაახლოებით 5-10 თეთრის ფარგლებში გააძვირეს. ფაქტია, რომ დაპირება მინიმუმ 1 წლის ბოლომდე არ გააძვირებდნენ ყველაფერზე მოხმარებად პროდუქტს, ეს პურს გულისხმობთ ისევ და ისევ არ გაამართლა და ეს რეალობა სახეზია. მაყურებელი ხაზია, გისმენთ. გამარჯობა, რეესე. გამარჯობათ. ერთი არ გავთიშეთ რა. ისაუბრეთ, რას ბრძანებთ? რატომ უნდა დიახ, ეხლა. ივანიშვილი არის არაქართველი. ივანიშვილი მოვიდა ქვეყნის გადასაყალაპავად. მაგას ფული უაქვს, ფული. არაფერი მაგისგან არ გამოვა. ხალხო, ქართველებო, მომიწვიეთ. დებო 5 კაცი ვარ და პენსიაში ვარ. არაფერს არ ავჩივი ვარ მე. ერთადერთი მე ივანიშვილმა და კობახეთემ და კიდევ ვიღაცებმა გაიყვეს ის ფული. ინგლისიდან იყო გადმორიცხული ფული, რომელიც მარიხუანას ლეგალიზაციას ეხებოდა. ამათ აითისეს 4 მილიონი, გაიყვეს შუაზე, ის კობახიდეთ ჩაითრიეს ამ მაფიაში და ყველაფერს აკეთებენ თავის სასარგებლოდ. ამიტომ ქართველებო, უნდა გაიგოთ ერთხელ და სამუდამოდ. გამოდით რომ ეს ხალხი კობახიძეს, ივანიშვილის და ბევრი მათგანი დასაჭერები არიან ეხლავე. და უნდა ჩამოართოს საბოლოოდ ყველა ეს მოპარული ფული გადმოიპოვა, აღარ არის მნიშვნელობა. ფაქტია, განაწყენებული ხართ თქვენ ხელისუფლებაზე. ბიუჯეტი უნდა შეიტანოს ხალხს. ფაქტია, განაწყენებული ბრძანდებით. უშუალოდ ფასნამათთან დაკავშირებით თქვენი პოზიციაც რომ გითხრათ.
პურზე ფასი გაიზარდა, თითქმის ყველა ასორტიმენტზე თავისუფლად შეიძლება ითქვას. მე ვარ დიახ. ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი მე თბილისისა და არ არის ეს ქვეყანა შედარება, იმიტომ რომ ეს ხალხი თვითონ ივანიშვილმა მოიყვანა ფულის გასაკეთებლად. ამას ნუ ვერ ხდება ეს ხალხი, კაცო. მე არაფერი არ მიჭირს, როიცოდეთ მე მაქვს თბილისელი კაცი ვარ და არაფერი არ მიჭირს, მე არ ვწუნებ რაღაცა მაკლია, იმიტომ რომ შვილები მყავს და მეხმარებიან. მაგრამ იცოდეთ რომ სანამ ივანიშვილი არ მოშორდება ამ ქვეყანას, ეგ არ არის ქართველი ხალხო. ეგ არის რა ვიცი, რა დავარქვა მაგას. გასაგებია, გავიგეთ. მადლობა. 557-88-55 თემატურად შეგიძლიათ შემოიფარგლოთ. საუბრობთ ძალიან კონკრეტულ საკითხზე, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანი თემაზე. პური ეს არის ის პროდუქტი, რომელიც საცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ამიტომ ის რომ თუნდაც 10 თეთრით მოიმატა ღირებულება, ეს ძალიან ბევრი ოჯახისთვის იქნება ნამდვილად ხელის შემშლელი და არასასიამოვნო ბუნებრივია. ამიტომ რა შეხედავთ გამოსავალს, რატომ არ ასე ვთქვათ ხდება კონტროლი, ფასის კონტროლი და უშუალოდ ვისი პრეროგატივა შეიძლება იყოს ეს? როგორ წარმოგიდგენიათ და გუკავშირდით და ისაუბრეთ, მე დავუბრუნდები ასევე საქართველოს პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის პოზიციას, რომელიც აღნიშნავს, რომ გაგვიძურდა ასევე ნედლეული დამხმარე მასალები, ასევე მოიმატა მუშახელის ანაზღაურებამ და ასე შემდეგ, საკმაოდ ვრცლად შეუძლია მას, როგორც საუბრობს ინტერვიუში, რომ პრობლემათა ჩამონათვალი გააკეთოს. გისმენთ, გამარჯობა. მოგესალმები ჩემო შორენა, ჩემო ლამაზო. როგორ ახარ საყვარელო, როგორ? დიდი მადლობა. კარგად ვარ, იმედია თქვენც ყოველთვის მახარებს თქვენი ზარი. მე არამიშარ შვილო. ეხლა მომისმინე გამოსავალი. რა თქმა უნდა, ფასები გაიზრდება, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მაკონტროლებელ, მარეგულირებელი ორგანო ფასები. ამათ არასხობს ეს ორგანო რომ შეიქმნას, ყველა თავის ხუშტურებზე ვერ იცხოვრებს, ვერ მოუმატებენ ფასებს და ვერ გახდებიან მილიონერები. ხოშვილო, აქედან გამომდინარე გამოსავალი ერთია, გამოვიდეს ეს დადეჩავებული მოსახლეობა, აიმაღლოს ხმა ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ და დაიცვას თავიანთი უფლებები. მოსთხოვონ მთავრობას ან გააუმჯობესონ სოციალური პირობები, თუ არაფრის გამკეთებლები არ არიან, თვითობიანად დადადგნენ და დაუთმონ იმას, ვისაც შეუძლია ქვეყნის და ერის აობიდან გამოყვანა. მადლობთ მოსმენისათვის. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, სხვათა შორის აღნიშნეთ, რომ არ არსებობს კონტროლი და მარეგულირებელი ორგანო, რომელიც დაასტაბილურებს, უბრალოდ გადააკონტროლებს მსგავს მოცემულობას და ამაზე ღიად ისაუბრებს. სხვათა შორის, ვახსენე ბატონი, რომელმაც აღნიშნა, რომ კონტროლმაც უნდა იმუშაოს ნამდვილად ამ დროს. პირველი ხარისხის 500 გრამიანი ბატონი პურზია საუბარი 10 თეთრით გაძურდა და მისი თქმით ასოციაციის წარმომადგენელზე ვსაუბრობ, რომელიც საუბრობს ის აღნიშნავს, რომ ინარჩუნებდნენ ფასს, ცდილობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, რაც ცვლილებაც მიიღეს ხარისხის შენარჩუნების მიზნით გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ, რითაც შემდეგ ქსელურმა მარკეტებმა ისარგებლეს. კონტროლია საჭირო, რომ თვითნებურად არ იზრდებოდეს ფასი მაღაზიებში, რა ხდება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვართ ინფორმირებული, აღნიშნავს ის სოციალურ პურს მაღაზიებს კვლავ ვაწვდით იმ ფასად, როგორც ჩვეულებრივ პერიოდში ჩვენ მხოლოდ ერთი ასორტიმენტი გავაძვირეთ და ესეც გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარე აღნიშნავს მალხაზ დოლიძე, თუმცა მხოლოდ ბატონი პურზე არ არის საუბარი, სხვა სახეობა პურის
აღირებულებაც გაზრდილია 5-10 თეთრით, რომელიც საბოლოოდ 5-სულიანი, 7-სულიანი ოჯახისთვის კიდევ მეტი, ან თუნდაც ნაკლები არ აქვს მნიშვნელობა დღის განმავლობაში რა რაოდენობა პურსაც იძენ და რა თქმა უნდა ახლა განსხვავებული ღირებულება ექნება გადასახდელი, რომელიც მისთვის პრობლემას წარმოადგენს. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაიმე კონკრეტული გამოსავალი მოინახოს, გვირეკავთ 5-5-7-88-55 88 ან საინტერესოა როგორი პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ გუნდს შეგიძლიათ თქვენი აზრი გითხრათ რა თქმა უნდა ისევ და ისევ. მაშინ ასე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, სოციალური მიმართულებით გვიწევს ასევე დღესაც საუბარი, გვირეკავთ ჩვენს უცვლელ საკონტაქტო ნომერზე, ბოლო დღეებში პური და პროდუქტები კვლავ გაძვირდა თქვენის აზრით. რატომ არის საქართველოში ფასები უფრო მაღალი ვიდრე უცხოეთში და რაში ხედავთ გამოსავალს? სწორედ ამ მიმართულებით თემატურად შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი აზრი. პროდუქტებს ვახსენებთ ჩვენ პურს, თქვენ კადრშიც ხედავთ ასევე სხვადასხვა დასახელების პროდუქტს და ძალიან რთულია რეალურად მაშინ, როდესაც ასეთი დაბალი ხელფასებია საქართველოში, პენსიაზე უკვე აღარ ვსაუბრობთ, ადამიანებმა შეძლონ სრულყოფილი გამოყვება დღის განმავლობაში. ჩვენ ვიცით, რომ არაერთი გენმოდიფიცირებული პროდუქტია მათ შორის და იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, შეიძინოთ ხარისხიანი პროდუქტი, მისი ღირებულება არის იმდენად მაღალი, რომ ფაქტობრივად საზოგადოებას უწევს თავი შეიკავოს და როდესაც ხდება არასრულფასოვანი კვება, უკვე მივდივართ სხვა პრობლემაზე, ჯანმრთელობის მიმართულებით და ასე შემდეგ. შემდეგ ისევ უახლოვდებით მედიკამენტებს, მის ღირებულებას, ფაქტობრივად ჯაჭვისებურად არის დაკავშირებული ეს რიგი საკითხები და სწორედ ამიტომ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ პრობლემებს რაიმე ესე ვთქვათ სასიკეთო დაიწყოს და ხელისუფლებამ ამ მიმართულებით იმუშაოს. ველოდებით რა თქმა უნდა შემდეგ მაყურებელს ისევ და ისევ 5-5-7-95-95-98-ზე, რაც შეეხება უშუალოდ ასოციაციის წარმომადგენელს, მისი პოზიცია სრულიად გასაგებია, ის აღნიშნავს, რომ ხარისხიდან გამომდინარე მოგვიწია, იძულებული ვიყავით ერთი დასახელება პურისზე, ასე ვთქვათ, რომელზეც არის მომატებული ფასი, თუმცა სამწუხაროა, რომ არაა კონტროლი და შესაბამისად ამით სარგებლობს სხვადასხვა სუპერმარკეტები, სადაც პურის ღირებულებამ 5-10 თეთრით მოიმატა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 5-5-7-98-55-88 გვიკავშირდებით, თქვენც იღებთ ჩვენს დღევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობას და თქვენს მოქალაქეობრივ აზრს, რა თქმა უნდა, საჯაროდ ბრძანებთ. როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, დაგვირეკოთ, რომელიც გვისმენს რადიო სიხშირე FM 105 და 1-ზე. ისევ და ისევ ვუბრუნდებით საკითხს, დიახ, მსოფლიო ბაზარზე ხორბალი იაფდება და იგივე ითქმის ჩვენს მეზობელ რუსეთზე, სადაც ქართული წისქვილ კომბინატების სრულად მარაგდება. ამ ეტაპზე საერთაშორისო ბირჟებზე ერთი ბუშელი ხორბლის ღირებულება $5 ჩამოწდა, ხოლო საქართველოში ერთი ტომარა ფქვილის ფასი მოულოდნელად გაიზარდა, ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ, 59.60 ლარს მიაღწია. პირდაპირ ეთერში მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. კარგით, შეგიძლიათ ისევ შემოგვიერთდეთ ჩვენ გადაცემის დასრულებამდე, რამოდენიმე წუთი გრჩება, ანუ გვაქვს ის დრო, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ დროით და დაგვიკავშირდეთ. მაყურებლის აზრი სრულიად გასაგებია. პენსიასთან დაკავშირებითაც იცით თქვენ, რომ პრობლემაა, რომელიც პრობლემად რჩება, იანვრიდან 20 ლარით გაზრდილი პენსია ეს არ არის შეღავათი, ამაზეც რა თქმა უნდა შეგვიძლია ვისაუბროთ. პირდაპირ ეთერში მაყურებელს უსმენთ. მოგესალმებით. ისაუბრეთ თუ შეიძლება, გამარჯობათ. სამწუხაროდ მაყურებლის ხმა არ მესმის, თუ ხაზზე გვყავს იქნებ შემოვიყვანოთ, მოგესალმებით. კარგით, მე გეტყვით, რომ საუბრობთ საკითხზე, რომელიც სამწუხაროდ ეხება ფასნამაც პროდუქტებზე და რაში ხედავთ გამოსავალს. ძალიან მარტივად, პირდაპირ ეთერში მაყურებელს უსმენთ. გამარჯობა.
გამარჯობა. მაგაში ვხედავ გამოსავალს შვილო. დღეს პურზე ვიყავით გასული და კიდე გაბზუებულია. კიდე მოუმატა სამკვირიდან, წინაპირას ხო მოუმატეს, კიდე მოუმატეს ეხლა. დიახ, რას უკავშირებთ თქვენ? დიახ. ოვახიზია თუ კალადია თუ ისე კუთნის, ჩვენ ცოდები ხო ვართ კაცო. პენსიონერებს არაფერს ვიმატებენ და ფასებს კარგად უმატებენ. კი, დიახ, იცით რა არის? სრულად მესმის თქვენი დამოკიდებულება. რაში ხედავთ გამოსავალს ფაქტობრივად? ჩვენ კითხვის არსის სწორედ ამაში მდგომარეობს. აღვნიშნეთ ფაქტი, რომ პრაქტიკულად მომატებულია ღირებულება, რაც არ უნდა იყოს ნამდვილად პირიქით, უფრო უნდა იყოს დაწეული და დასტაბილურებული, რომ ყველას შეეძლოს პურის შეძენა. ოჯახში 5-6 და კიდევ მეტი სული ადამიანია და ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროდუქტია. რაში ხედავთ გამოსავალს? აი, როგორ წარმოგიდგენიათ, რა აღონისება უნდა იქნას ამისთვის გატარებული? ახლა ჩემს თუ გაითვალისწინებს ანიეგ და ვინმე სხვა გაითვალისწინებენ რა თქმა უნდა გამოსავალი იქნება თუ თვითონ ჯიბეებზე მოიკლებენ ხალხს მისცემენ დიახ, თქვენ თქვენი არა ფიქრობენ კი ბატონო, თქვენ თუ ხართ ინფორმირებული, რომ მაგალითად ასე ვთქვათ, მთავრობის წარმომადგენლების ხელფასი იანვრიდან 10%-ით იზრდება ასევე და ყველაზე მაღალი, რომელიც დაფიქსირდა 16,000 ლარია. გამარჯობა. დიდი მადლობა უცხარის უყველას. მე რას მიმატებენ პენსიონერს თორე? კი. რა შეენაღულებათ? მაგათი მშობლები უნდა ასწრნენ 450 ლარზე. დავინახავ როგორ იქნებიან. მასხარად გვიგდებენ რა მართლა ხალხი. მარტო ხმები უნდათ. დიახ. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ძარისთვის დაგემშვიდობებით. გმადლობთ. საინტერესო პოზიცია სწორიც ნამდვილად გეთანხმებით. 5-5-7-88-55-88 დავალოდოთ მორიგ მაყურებელს, რომელიც შემოგვერთდება ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო დღეებზე, რაც რეალობა ამაზე ვსაუბრობთ, პური და სხვა პროდუქტები კვლავ გაძვირდა თქვენის აზრით, რატომ არის საქართველოში ფასები უფრო მაღალი ვიდრე უცხოეთში და რაში ხედავთ გამოსავალს? მორიგი მაყურებელი შემოგვერთდა გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა, შორენა ბრძანდები. დიახ, კი ბატონო, დიახ, და გისმენთ. შორენა, გენაცვალე, კიდე გეუბნები. აი, უბრალო ელემენტარულ ტელს გეტყვი. 220 მეტრი და ამოვდის წყალი სახლზე. რომელიც უფლებას ლიცენზიას არ გაძლევენ. ასხედან ეს განხორებული პარლამენტარები, გამიგე? იმიტომ რომ მაგათი წყალი 1 ლიტრაღის 2.60 სიტყვაზე 2.5 ჩემი წყალი ეღირება 1 ლარი. ნებისმიერი შოკოლადის ლიცენზია ავიღო, შემოვიდე და რომელიც პარლამენტარდა ჩინოვიკს შემოაქვს. მე გამანადგურებენ, გამიგე კონკურენცია არ არის. დამჭირები არიან თელ საქართველოს თავზე ესენი. აი გამოსავალი რა არის? გამოსავალი ის არის, რომ ივანიშვილმა რა უნდა უთხრა სიცი ყველაფერი შემოტანას რის წარმოებაც შეიძლება აქ დაიწყეს აქ იმის წარმოება, აიღეთ ლიცენზიები და ყველაფერი დასტაბილურდება. აი ეს არიან გახორებულები ესენი. მოდიშით ხვამაღლეს. დიახ, სრულიად გვესმის. მადლობა თქვენც რომ დაგვიკავშირდით. რა თქმა უნდა, შეწუხებულია საზოგადოება მსგავსი პრობლემით. გმადლობთ კიდევ ერთხელ. ჩვენი საკონტაქტო იცით, შეგიძლიათ შემოგვერთდეთ გადაცემის დასრულებამდე. ბოლო დღეებში პური და სხვა პროდუქტებზე ფასი კვლავ გაძვირდა. რატომ არის საქართველოში ფასები უფრო მაღალი ვიდრე უცხოეთში? თან ეს საქართველოში გაცილებით დაბალი შემოსავალია თვის განმავლობაში ვიდრე სხვა ქვეყნებში, ხომ დამეთანხმებით, რატომ არ ზრუნავს ხელისუფლება იმ კუთხით, რომ საზოგადოებას არ უჭირდეს თუნდაც ყოველდღიური გამოკვება. ამაზეა აქ საუბარი. გისმენთ ყურადღებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. დიახ. ხელისუფლება საერთოდ არ დარდებს ხალხის მდგომარეობა. საერთოდ არ დარდებს. ეს ატყობილი სისტემა აქვთ, შემოაქვთ, უხარისხო და ყიდიან ძვირად. ადგილობრივი ყველაფერი ჩაძირეს და ეს მდიდრდებიან, იაფიფულია ეს ყველაფერი. სისტემა ასეთი შექმნილი,
ვინ დაახლოებულია ხელისუფლებასთან, ის რაღაცა ჯგუფები როა, რომელთაც მონოპოლიზირებული აქვს ყველაფერი, შემოა აბსოლუტურად პროდუქტის 80-90% და კიდია რუხარისხო ძალიან ძლიერ. ვინ აკონტროლებს ამას, არავინ არ აკონტროლებს და არც გააკონტროლებს. გამოსავალი ის არის, რომ საერთოდ შეიცვალოს ხელისუფლება, მაგრამ როგორ უნდა შეცვალოს, სიტყვას უკვე აღარ ვიცი. იმიტომ რომ დაგისმიერებლად დამხობა არ ვიცი ეს რაც გამოიწვევს. არჩევნებით ვერ იცვლება და არ ვიცი უკვე რა გზას უნდა დაადგეს ხალხი უკვე ვერ გაპასუხს ვერ გაგცემს. კი. სრულად გვესმის, დიდი მადლობა თქვენ წარისთვის, რა თქმა უნდა დამხობა არა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ცივილური ფორმით უნდა მოხდეს ის, რომ ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გადაწყვიტოს ხელისუფლება, მის პირდაპირ ვალდებული და ასევე პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის წინაშე. ამიტომ ის დისკომფორტი, რომელიც გვაქვს ჩვენ თითოეულ მათგანს, ვსაუბრობთ ფასედად, ან უმნიშვნელოვანეს პროდუქტზე, პურზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, კეთილი უნდა ინებოს, ხო, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ და ეს საკითხები, რიგი საკითხები უნდა მოაწესრიგოს. დიდი მადლობა ყველა იმ მაყურებელს, ვინც გვიკავშირდებოდით და ასევე იმ რადიო მსმენელს თუ ტელემაყურებელს, ვინც უბრალოდ გვისმენდით და ვერ მოახერხეთ ეთერში შემოსვლა. მე შორენა ჭიაურელი ვარ. ეს იცით თქვენ, დაგემშვიდობებით მომავალ 4 შაბათს დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ნახვამდის.